კვირას 28 ივნისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა წინასწარ მეტყველ ამოსს, ნეტარ ავგუსტინეს, წმინდა მოწამეებს ვიტეს მოდესტის და კრისკენტი ამსრდელს, წმინდა მოწამე დულე კილიკიელს, ღირს დულე ეგვიპტელს, ღირს იერონიმეს ტრიდონელს, ღირს თეოდორე სიკეოტის წმინდა კეთილმორწმუნე ლაზარეს სერბეთის მთავარს და წმინდა ეფრემს სერბეთის პატრიარქს. ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამე მაყავლინამ. თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. წირვაზე იმყოფებოდნენ აბიტურიენტები და მათი მშობლები. ახალგაზრდები იყვნენ როგორც დედაქალაქიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა. დღესვე დაილოცა ციმინტიების გვარი. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, მაღალ ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, როგორც ყოველთვის წმინდა სახარებაში, რომელიც საკითხული იყო წირვაზე, გვეძლევა ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება. დღეს იყო საკითხული ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ ქალაქ კაპერნაუმში ასისთავის მსახურის სასწაულებრივ განკურნების შესახებ. ეს ასისთავი მოგეხსენებათ, ყველა ქალაქში რომაული ჯარის დანაყოფები იდგა და მათ შორის კაპერნაუმშიც. დღეს აი ამ ქალაქიდან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. და ეს ასისთავი ძალიან გამორჩეული, კეთილი პიროვნება იყო. და მისი სულიერი განწყობა მრავალმხრივ მისაბაძია ჩვენთვის. დღეს მინდა ეკლესია გვასწავლის ამ მონაკვეთით სახარებიდან, თუ რა განწყობა უნდა გქონდეს სულიერი, როდესაც მივმართავთ ლოცვით ღმერთს, რომ უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები და შეგვისრულოს თხოვნა. ეს ასისთავი მიდის უფალ იესო ქრისტესთან და ევედრება მას თავისი მსახურის განკურნებას. უფალმა უპასუხა, მე მოვალ და მას განკურნავ. მაშინ ასისთავმა მიუგო, უფალო, მე არ ვარ ღირსი, რომ ჩემ ჭერქვეს შემოხვიდე. შენ მხოლოდ სიტყვა თქვი და მე მწამს, რომ ის განიკურნება. მაშინ უფალმა უთხრა, წადი და შენი რწმენისამებრ გეყოს შენ. და იმ დროიდან ასისთავის მსახური განიკურნა. ასეთი დიდი სასწაული მოხდა და იმდენად გაუკვირდა უფალს ასისთავის რწმენა, მისი ასეთი ძლიერი სარწმუნოება, რომ თქვა, რომ ისრაელშიც ვერ ვნახე ასეთი რწმენაო. აი როგორი საოცარია ასისთავის მიერ გამოვლენილი რწმენა და რამდენად ყოვლის შემძლეა ღმერთის ძალა. და ეს ეპიზოდი გვასწავლის ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ როდესაც ჩვენ მივმართავთ უფალს ლოცვით, ჩვენც უნდა გქონდეს მტკიცე, უყოყმანო რწმენა და უნდა გვწამდეს, რომ უფალმა ყველაფერი იცის, ღმერთი ყველაფერს ხედავს. ის ყოვლის შემძლეა, ყოვლად ბრძენია და ამავე დროს კაცთმოყვარეა და მოწყალეა. და მას შეუძლია ჩვენი თხოვნის შესრულება და ინებებს კიდეც ამას. რადგან როგორც გვასწავლის წმინდა წერილი,
დაეჭვებულს ნუ გონია რომ რამეს მიიღებს ღმერთისგან. ასე რომ აი ასის თავისგან უნდა ვისწავლოთ ასეთი უეჭველი, უყოყმანო, მტკიცე სარწმუნოება. წმენასთან ერთად რა თვისება გამოავლინა კიდევ ასის თავმა? დიდი თავმდაბლობა, სიმდაბლე, როცა უთხრა რომ მე იმის ღირსიც კი არ ვარო რომ შენ ჩემს ჭერქვეს შემოხვიდეო. არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. აი ეს მეორე გაკვეთილი რომ როდესაც ვლოცულობთ ჩვენ უნდა ვეცადოთ ვიქონიოთ ასეთი თავმდაბალი გაწყობა. ესე იგი მას უღირსად მიაჩნდა თავისი თავი ღვთის წინაშე. და ჩვენც არ უნდა გვეგონოს რომ ღვთის წინაშე რამეს წარმოვადგენთ დიდს და რომ როგორმე ვიმსახურებთ მის წყალობას. არა, აი ასეთი ამპარტავნული აზრები უნდა განვაგდოთ ჩვენგან. იმიტომ რომ ეს მიზეზი ხდება იმისა რომ უფალი აღარ შეისმენს ჩვენს ლოცვებს. როგორც ნათქვამია წმინდა წერილში რომ ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, რას ნიშნავს შემუსრავს? ესე იგი ეწინააღმდეგება ამპარტავნებს. ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. ესე იგი თავმდაბალ ადამიანებს მადლს ანიჭებს. და ბოლოს ასის თავმა გამოავლინა საოცარი სიყვარული მოყვასისადმი. თანაც არა თავისი ნათესავისადმი თუ მეგობრისადმი, არამედ მონისადმი ის მისი მსახური და მონა იყო. მის გულისთვის შეწუხდა, მივიდა უფალთან, მის წინაშე თავი დაიმდაბლა ესოდენ და აი ასეთ სიყვარულს უმალვე უპასუხა მაცხოვრის საღვთო სიყვარულმა და გამოთქვა მაშინათვე მზაობა მისი დახმარების და განკურნების. და აი დღევანდელ სახარებაში ჩვენ გვეძლევა კიდევ ერთი მითითება, ერთი სწავლება, რომ აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, როგორც აი ასის თავი ლოცულობდა თავისი მსახურისთვის. ლოცვას არა აქვს არც საზღვრები, არც სივრცის, არც დროის, მაგრამ უნდა ვილოცოთ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ დიდი რწმენით, უყოყმანო რწმენით და სიყვარულით. თუ გვიდა რომ უფალმა ჩვენ ეს ლოცვა შეგვისრულოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს ჩვენთან მოსულები არიან ახალგაზრდები, რომლებიც ემზადებიან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისთვის, გამოცდებისთვის, მისაღები გამოცდებისთვის. ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით. გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში და გახსოვდეთ რომ ცოდნა ეს არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. მაგრამ აუცილებლად მინდა რომ თქვენ გახსოვდეთ და იცოდეთ ის რაც იყო მოცემული დღევანდელ სახარებაში, რა სწავლებაც იყო, რომ უმთავრესია ცხოვრებაში ვეძებოთ ღმერთთან სიახლოვე, მისი წმინდა ნების შესრულება და ვილოცოთ, მივმართოთ მას ჩვენი თხოვნებით, მტკიცე რწმენით,
რომელიც შეზავებულია სიმდაბლესთან და მოყვასისადმი სიყვარულთან. აი თუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, თუ ვეცდებით ასე ვიცხოვროთ, მაშინ ეს გახდება საწინდარი ყოველგვარი წარმატებისა, როგორც ამ ქვეყნიურისა, ასევე იმ ქვეყნიურისა. რადგან თავად უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ პირველად ეძებეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი. და ეს ყველაფერი დანარჩენი, რაც საჭიროა დროებითი ცხოვრებისთვის, თქვენ მოგეცემათ და შეგემატებათ. კიდევ ერთხელ ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ძვირფასო აბიტურიენტებო, წელს თქვენი ჩაბარების წელი დაემთხვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავს ამ დიდ საიუბილეო თარიღს. ამასთან დაკავშირებით თქვენ ლოცვა-კურთხევის სახით დაგირიგდებათ სპეციალური საიუბილეო ჯვრები, რომლებიც იქნება თქვენთვის მომტანი კურთხევის და ღვთისწყალობის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დღეს ასევე ჩვენ ვლოცავთ ციმინტიების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არის ღმერთი. ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ აბიტურიენტები კიდევ ერთხელ დალოცა და საჩუქრად საიუბილეო ჯვრები გადასცა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯვრები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავთან დაკავშირებით შეიქმნა. აქ შეკრებილები დღევანდელი დღით გამოწვეულ სიხარულზე საუბრობდნენ. გულითადად გვინდა მივილოცოთ აბიტურიენტებს ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა და ვუსურვებთ წარმატებას, რომ ეს ღირსეული შრომა უფლის მიერ დაუფასდეთ და მჯერა იმისა, რომ აბიტურიენტები თავიანთ ცოდნას და თავიანთ მონდომებას საომავლოდ გამოიყენებენ ქვეყნის აკეთილდღეოდ და უფლის მიერ დალოცულ გზაზე ივლიან, რაც იქნება უფლისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლო. რა თქმა უნდა, ასევე პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს პატრიარქი დალოცავს ჩვენს აბიტურიენტებს, წარმატებას უსურვებ მათ ყველას. ჩვენ გახლავართ აბიტურიენტები ჩამოვიყვანეთ, ანუ ჩვენი შვილები, სენაკის ალექს შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიიდან და ერთი სული გვაქვს პატრიარქი როდის დალოცავს ჩვენ შვილებს. წარმატებას უსურვებ ყველას. ჩამოვედით სენაკიდან, წმინდა ალექსის შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის კურსდამთავრებულები ვართ და გვინდა და მეგოღო პატრიარქის დალოცვა ჩვენი გამოცდებისთვის, რომ უფრო წარმატებულები ვიყოთ და ასე ვთქვათ, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია აქ დგომა, პატრიარქის გვერდით დგომა და ზოგადად ისიც ძალიან დიდი პატივია, რომ მისი სკოლის წარმომადგენლები ვართ. 72 საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ. აქ მოსვლის მიზანი იყო, რომ პატრიარქს დაველოცეთ და ძალიან გაგვიხარდა. ჩვენთვის ეს დიდი мотиваცია არის და ძალიან მადლიერები ვართ. დავასრულე ევროპული სკოლა, ვარ აბიტურიენტი თავისთავად. გადავწყვიტე აქ მოსულიყავი, რომ მე თვითონაც ეს ნერვიულობა და ყველაფერი მომეხსნა და ძალიან სასიხარულო იყო ჯგუფს. არავინ არ მოველოდი თქვენ მგონი და გაგვიხარდა. პირველ რიგში მე ვარ ქარელის რაიონის სოფელი დვანის საჯარო სკოლიდან. დიდი პატივია, ვინაიდან საზღვრისპირა სოფლიდან ვარ. ჩვენი სოფელი ნახევრად ოკუპირებულია და გვინდა რომ ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე გახდეს წარმატებული სტუდენტი. რა თქმა უნდა, გვინდა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვედრა, დიდი პატივია პატრიარქთან შეხვედრა და ამ დღეს ჩვენი კლასელების ერთად ყოფნა, გვერდში დგომა და ვიმედოვნებთ, რომ ყველა გავხდები წარმატებული სტუდენტი. აგარ საჯარო სკოლიდან ვართ, პირველ რიგში ყველას უსურვებ წარმატებებს, ყველა აბიტურიენტს. ვიცი, რომ ძალიან რთული და დატვირთული პერიოდი აბიტურიენტობისა და ყველას წარმატებებს უსურვებ. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით საქართველოს 12 ქალაქში გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი და წელს 83,000-ზე მეტ გამოსაცდელს მოემსახურება.
მე ვარ წმინდა ალექს შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის კურსდამთავრებული. დღეს ჩემთვის პატრიარქის სიტყვები ძალიან სასიხარულო იყო და ამავდროულად მისი სიტყვები ჩემთვის მხარდამჭერი იყო და მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება წისვლა უსურვო. თითოეული ჩვენგანისთვის მჯერა რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი დღეა და ამავდროულად ცოტა ამაღელობელიც იყო. დღევანდელი აქ მოსვლის მიზეზი იყო ის რომ აგვეღო პატრიარქისგან კურთხევა და დალოცვა მიგვეღო რომ ჩაგვებარებინა ერთიანი ეროვნული გამოცდილება. ძალიან სასიხარულო იყო პატრიარქის დალოცვა. ასე ვემზადებით ყველანი გამოცდებისთვის, რომ მივიღოთ სასურველი შედეგები და წარმატებებს უსურვებ ყველა აბიტურიენტს საერთოდ.